ეკონომიკის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მინისტრების პანელში, რომელიც ათენში საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაიმართა. სამიტს 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ისრაელის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები. პანელზე გამოსვლისას მარიამ ქრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას და მის მიმდინარეობას. ათენში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქრივიშვილმა ასევე შეხვედრა საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრთან, გამართა განიხილეს ენერგეტიკის სფეროში ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობა. მქონდა შესაძლებლობა დეტალურად მისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხედვაზე, სტრატეგიაზე, სამოქმედო გეგმაზე და იმ მთავარ ამოცანაზე, რაც გულისხმობს 10 წლის პერსპექტივაში საქართველოს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითმყოფადობას. ასევე მქონდა შესაძლებლობა საკმაოდ დეტალურად მისაუბრა უმნიშვნელოვანეს ქართულ ინიციატივაზე, რაც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. აღნიშნული პროექტი იდენტურად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მათი საჭიროებისთვის და საქართველოს განაგრძობს იყოს მათ შორის მხარდამჭერი ევროკავშირის ელექტროენერგეტიკული სექტორის გაძლიერების. აღნიშნულ სამიტზე განხილული იყო ეკონომიკური საკითხები, მათ შორის ენერგოუსაფრთხოება და ენერგო დაკავშირებადობის საკითხები, რაც ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არის. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონში და ევროპასთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით ახალი პროექტების მნიშვნელობაზე. განიხილეს არსებული გამოწვევები, სამომავლო გეგმები, განხილული იქნა ასევე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი, რომელიც გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან და ევროპის ბაზრებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისათვის, ვინაიდან უზრუნველყოფს უწყლად ელექტროენერგიის მიწოდებას. ჩვენთვის კი შესაძლებლობას ხდის სამხრეთ კავკასიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თავისუფლად ექსპორტის სახით გაუშვათ ევროპისკენ.